თქვენ ხართ მოსული კონკრეტული, ასე ვთქვათ, რიცხვებით ეს ძირითადად ბიუჯეტს შეეხება დღეს, როგორც ვიცი, იმიტომ რომ მათ შორის ამ კორუფციულ ამბებსაც დღეს ძალიან ისეთი პარალელი იყო, ესე იგი 2 მილიონიან სახლში ცხოვრობს ახალი რაც გავიგეთ მის შესახებ, არა ის რომ სხვა უზრუნველყოფის საშუალება არ აქვს. არამედ ის რომ ყოფილი პრემიერი თურმე 2 მილიონიან სახლშიც ცხოვრობს, იმ ყველა სიკეთის პარალელურად რა სიკეთეებიც მას აღმოაჩნდა და ჩვენ გვყავს სინდისის პატიმრები, წარმოუდგენელი ბრალით დაკავებული, მათ შორის 2 აქციის მონაწილემ რუსულ კანონზე დაკავებულმა დღეს დატოვა ციხე და მაყურებელს ძალიან ხშირად მინდა რომ ეს გავუმეორეო, ესე იგი წელიწად ნახევარი ეს ხალხი ციხეში ამყოფეს იმის გამო რომ ორივემ დააბზიანაო დროებითი ჯებირიო პარლამენტის წინააღმდეგ დროებითი რკინის კონსტრუქციები რომ იდგა ჯგუფურადო ესო 250 ლარი ღირდაო, მაგრამ შეკეთება ღირდა 150 ლარიო, 400 ლარ ზიანზეა საუბარი და მოქალაქეს ეს დაუჯდა წელიწად ნახევარი ციხე. რამდენი მილიონია აქ და ღარიბაშვილი გარეთ დადის, არა მარტო ის სხვა შორის. კი, სხვა შორის დღეს გათავისუფლებული ერთ-ერთი საბა მეფარიშვილი არის ჩემი თანასოფლელი და მეზობელი, ჩვენ ერთ სკოლაში სწავლობდით და მე ულოცავ მას თავისუფლებას, ან მიხარია რომ გარეთ გამოვიდა. ხო, ეს კარგი კონტრასტი არის იმ საჩვენებლად, რომ უსამართლობის მასშტაბს შევხედოთ, ხო? ეს ორი გათავისუფლებულის და ამას გარდა კიდე, რა ვიცი, 200-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ვინც ციხეში არის, ნუ აბსოლუტურად გაუგებარი ბრალი არის, ან მოგონილი, ან შეთითქმული და ხო, შორის თუ თქვენი მეზობელი, ამაზე გეცოდინებათ მეტი დეტალი, დღეს ხო შორის იყო ასეთი პროპაგანდის კამპანია დაიწყო სხვა შორის პროპაგანდისტულ გვერდებზე, რომ მაცივარი და ტელევიზორი წამოიღეს ამ ბიჭებმა სახლში. კი, და მე მაგაზე ეგეთი რაღაც მინდა უპასუხო, რომ ეს ხალხი ქართული ოცნებიდან ვინც ახლა ამათ დასცინის ამ ამბავზე, ესენი დიდი ხანია მომწყდარი არიან ამ ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას. მათ არ იციან, არც საბას ოჯახში და არც ოკმელაშვილის ოჯახში რა მდგომარეობა არის, მათი სოციალური მდგომარეობა როგორი არის. მე საერთოდაც გონია, რომ ეს საერთოდაც გაუთამაშეს და სპეციალურად გამოატანეს ესენი გარეთ იმისთვის, რომ მე ამაზე ველაპარაკო დარწმუნებული ვარ 100% რომ ეს ასე იყო და შეგვიძლია მათ ვკითხოთ, თუმცა ასეც რომ არ იყოს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანები არიან ოჯახებიდან, რომლებიც მიეკუთვნება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მათი სოციალური შეჭირვების და მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით. და ეს აი ამ ოქროს ზოდებში ჩაძირული, ეს რაღაც მართლა გატუტუცებული ქართული ოცნების ჩინოვნიკები, ამას რო ვერ ხვდებიან და ამაზე რო დასცინიან адамიანებს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ხედავთ რა ამხელა დისპროპორცია და ამხელა კონტრასტი არის, ხო? კარგად თქვა ბატონმა რომანმა, რომ 350 ლარი არის პენსია და 13300 ლარი არის პარლამენტარის ხელფასი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, არარაობები არიან პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც, იქ ვინც სხედან ხო ქართული ოცნების ეს დეპუტატები და ამხელა თქვა დისპროპორციის და ამხელა უთანასწორობის პირობებში სულ არ მიკვისო დასცინიან ამ ადამიანებს ამ ყველაფერზე, ხო, რომ გამოატანეს იქიდან თავისივე ტექნიკა და არაფერი მე მგონია რომ ყველა კარგად შეაფასებს რა, ვინც იცნობს ამ ოჯახებს მით უმეტეს, ვინც არ იცნობს და იცის მდგომარეობა რა არის ამ ქვეყანაში, ყველა კარგად მიხვდება რომ ეს დაცინვა არის რეალურად აი რაღაც ცოტა ისეთ ფაშიზმის გამოვლინება, და ფოკუსის გადატანა რეალური პრობლემიდან. ხო, აი დამცირების მცდელობაც და ანუ ყველამ კარგად იცის მე მგონი რომ რაში არის საქმე და კიდე ერთხელ უბრალოდ გამოჩნდა რომ ქართული ოცნება რამდენად არაადეკვატური და რამდენად შეუსაბამო ძალა არის, რა ვიცი და რეჟიმი არის აი ამ ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობისთვის. ეხლა რაც შეეხება ხო აი ამ ღარიბაშვილის 2 მილიონიან სახლს და იმას ხო ნუ 7 მილიონი დოლარი იპოვეს მის სახლში სხვათა შორის და არა ლარი და 7 მილიონი დოლარი უფრო მეტი თანხა არის ვიდრე დედოფლის წყაროს ბიუჯეტი საერთოდ სადაც იპოვეს ეს სახლში, ანუ ესეც რო ვიცოდეთ, დედოფლის წყარო სადაც მოსახლეობის 30% არის უკიდურესად ღარიბი და ამ მდგომარეობაში ამხელა დისპროპორცია გვაქვს, ხო, რანაირად აქ პრემიერ-მინისტრს 2 მილიონიანი სახლი და საიდან მქონდა ამხელა ქონება თუ არა ამ მასშტაბის კორუფცია. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ და ბევრი რიცხვი და ბევრი მასშტაბი მოვიყვანეთ და ასე ვთქვათ, ყველამ კარგად დაინახა, რატომაც არის ეს ქვეყანა ღარიბი. აი ეს არის მიზეზი რა, იმიტომ რომ თუ ღარიბაშვილის სახლში ოქროზოდები არის და ლილუაშვილის სახლში კიდე ეს რა ქვია და ლილუაშვილის მეგობრების სახლში 1.300.000 დოლარი ამოიღეს და 60 ბინა თუ აქვს გაფორმებული ლილუაშვილის ძმაკაც ხუნდაძეს, მაშინ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერ მივახცევთ თანასწორობას და სიმდიდრეს ადამიანებს. ხო, ეს არის მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს. კარგია რომ ამას თავადვე გამოაშკარავდეს, გასაგებია რომ შიდა კლანური ომის გამოვლინება არის, მაგრამ კარგია რომ თავადვე ამას ნათელი მოფინეს. მე მინდა რამდენიმე შემთხვევა
შემთხვევაში გავამახვილო ყურადღება, აი ეხა ამ ბოლოს ხო დააკავეს ადამიანები და თითქოს კორუფციას ებრძვიან და დააკავეს ვლადიმერ სტეფანიანი, იმიტომ რომ ნებართვები თურმე არ ქონია და ისე ნახევარი ბაკურიანის განშენება ისე მოახდინა ამ კაცმა, რომ ნებართვა არ ქონია თურმე. აი ხა მე მაგალითად მინდა გავიხსენო რამდენიმე შემთხვევა წარსულიდან, უახლოესი წარსულიდან ერთ-ერთი სულ აი გულში წინ იყო, როგორ მისცეს მაგალითად ივლიანე წულაიას არქის 556 ბინის გაყიდვის შესაძლებლობა ისე რომ ჯერ ნებართვა არ მიუღია, მაგრამ გარანტირებულად იცის ამ კაცმა, რომელიც არის ქართული ოსტების ყოფილი დეპუტატი, ქართული ოსტების უმსხვილესი შემომწირებელი კაპიტალიზმის მაკაცი და დაზუსტებით იციან რომ ნებართვას მიიღებენ და 550 ბინა უკვე სექტემბრის თვეში გაყიდეს. რატო არ იჭერენ ამ კაცს, რატო არ აკავებენ? ანუ ეს თუ კორუფციასთან ბრძოლა არის, რა ილია წულაი ერთი არის გამონაკლისი, მაგრამ ილია წულაი ხა ამათ მხარეს არის, ხო? აი კალაძის და კობახიძე, დინარაძის კლანის მხარეს არის. ერთი ძალიან ისეთი შემთხვევა მინდა გავიხსენო. ჯუაშე ბურჯულაძე დააკავეს, ეხლა რომელიც არის ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და ღარიბაშვილმა სავარაუდოდ გაწირა ეს და არანაირი ასე ვთქვათ არანაირი ქმედება არ განუხორციელებია იმისთვის რომ გადაერჩინა მისი გარემოცვის წევრები ეს მათი მორალური მდგომარეობაც კიდე კარგად ასახავს. სხვათა შორის დაახლოებით 10 წლის წინ იყო ღარიბაშვილი მსგავს სკანდალში გახვეული, როცა მისმა ახლო გარემოცვის წევრმა და მისი ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის კადრმა არჩილ ცაბუტაშვილმა წყალმომარაგების კომპანიიდან 2.200.000 ლარი მოიპარა. შეიძლება გაგიშუქებიათ კიდევაც ეგ ამბავი. ეს ასეთი სქემით გააკეთეს, რომ გადარიცხეს კაზინოებში ეს თანხა თითქოს იქ ითამაშეს ვიღაცებთან და ეს თანხა ასნაირად გაათეთრეს 2.200.000 ლარი იყო. ამის გამო დააკავეს მაშინ ბუღალტერი და მისი მეუღლე არჩილ ცაბუტაშვილი გადარჩა. დღემდე თავისუფლებაზე არის, დღემდე თვითონ არაფერი არ მოხდა. ჯუაშე ბურჯულაძე არის ციხეში. აი ჯუაშე ბურჯულაძის 7 შვილი მინდა დაფიქრდეს, რომ აი რეჟიმს რომელსაც ემსახურენ ამ ხნის განმავლობაში, რამდენად სამართლიანი არის ეგ რეჟიმი მაგათ მიმართ ეხა და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, მაშინ როცა მამამისი ციხეში გაუშვეს ამ ბრალდებით და დარწმუნებული რომ ჩადენილი აქვს ეგ ბრალი, უბრალოდ ხო ხვდებით რატო არის არჩილ ცაბუტაშვილი გარეთ მაგალითად 2.200.000 ლარის მოპარვის შემდეგ და რატო არის ჯუაშე ბურჯულაძე ციხეში. მე მის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ ახლა გავლენები არა აქვს ორმაგ სტანდარტებზე მინდა მიუთითო, ხო რა ამდენად დიდი არის. მე კალაძე რო გამოდგება ეხა დღეს და გერმანიის ელჩი რომ აკაცუკიაო იძახის ეს მართლა აი გაუნათლებელი ხეპრე ადამიანი. კახაკალაძე რატო არის ციხეში გასაშვები ისეთ მინიმუმ აი არქის რო თავი დავანებოთ ივლიან წულაიას 2018 წელს დემაქს ვაკე აშენდა ძალიან დიდი კომპლექსი ვაკეში საცხოვრებელი რაღაცა 157 ბინა არის 30 სართულიანის კორპუსი არის. არ აძლევდნენ ამ ბინის აშენების შესაძლებლობას 2017 წელს მერიიდან იმიტომ რომ დახარვეზებული იყო პროექტი, ცუდი პროექტი იყო. მაშინ ჩაერია საქმეში და ამაზე კარგი გამოძიება აქვს ჩემს ყოფილ სამსახურს პლანგვის დეტექტორს დაწერილი. მაშინ საქმეში ჩაერია კოკა მორგოშია და მის ძმა გიორგი მორგოშია, ეს ცნობილი ქართველი კონსერვატორი ალტინფოელები, ხო, რომლებიც რეალურად ქართული ოსნების ნაწილები არიან. ჩაერია გიორგი მორგოშია, მასთან ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება იმაზე, რომ ის მიიღებდა დემაქს ვაკე მიიღებდა ნებართვას ბინის აშენების და საბოლოო ჯამში დაულაგა კახაკალაძესთან გიორგი მორგოშიამ ეს ნებართვა. საბოლოო ჯამში აშენდა რაღაცა ორჯერ უფრო მაღალი შენობა, ვიდრე უნდა აშენებულიყო 57 ბინის ნაცვლად აშენდა 157 ბინიანი შენობა. ამის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი მიიღო გიორგი მორგოშიამ ამ ხელშეკრულებიდან იქ 800 კვადრატული ბინა მიიღო და 100.000 დოლარი. და ნუ თქვენ წარმოვიდგინეთ კახაკალაძემ რამდენი მიიღო აქედან, ხო, როცა უბრალო მორგოშიამ ამდენი მიიღო. და ეს ისე აშენდა, ისე შევიდა ექსპლუატაციაში იმდენი წესების დარღვევით, თბილისის გენგერმის დარღვევით, რომ თითქოს არაფერი და ეხა ეს აქ ხალხი ცხოვრობს და ღმერთმა ქნასო ხარისხიანად მაინც იყოს აშენებული ამ ხალხა შენობა და კახაკალაძე ეხა დღეს რომ გამოდგება და კუნთებს ათამაშებს, ჩვენი ასე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის გერმანიის ელჩის წინააღმდეგ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს რა კორუმპირებულიც არის ეს კაცი და ეგ სანამ იქნება კახაკალაძე სანამ იქნება და ქართული ოსნობა სანამ იქნება ამ ქვეყანაში რა თქმა უნდა სიღარიბე არ დაიძლება. ამ ქვეყანაში სატრანსპორტო პოლიტიკა არ გადაიჭრება, იმიტომ რომ ესენი ამ ფულის კეთებით არიან დაკავებული და თბილისში ეხა აქამდე რომ მოხვიდე შეუძლებელი არის მოსვლა, ხო, ყველამ იცით იმ ხელა სატრანსპორტო კოლაფსია და ეს არის მიზეზი ამ ყველაფრის და ეს ასე თავდაჯერებით ნოიტყვით სანამ იქნება, იმიტომ რომ ღარიბაშვილსაც ასე ეგონა რომ მუდმივად იქნებოდა და არავინ იცის ივანიშვილის კარზე ვინ სანამდე იქნება. ხო, რაც შეეხება ბიუჯეტს პროექტს, რომელიც ხა ივანიშვილის პარლამენტმა განიხილა და დეკემბერში უნდა დაამტკიცოს, კი ვისაუბრეთ ჩვენ ნაწილობრივ აქცენტებზე, მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქე რომ გადაშლის ახლა ამ ბიუჯეტს და წაიკითხავს პროექტს, ბევრი შეიძლება დიდ რიცხვებში ვერ გაერკვეს, იმაში ხო ერკვევა რომ პენსიონერის შემოსავალი მხოლოდ 20 ლარით იზრდება. ამასობაში სუსის ბიუჯეტი იზრდება 13 მილიონი ლარით, ძირითადად ეს თანხა მიდის ხელფასებზე, ინფრასტრუქტურული
სოციალური პროექტები შემცირდა. აი თქვენი დასკვნები რას ამბობს ამ რეჟიმზე, აი ეს ფინანსური დოკუმენტი? სუსის ხელფასი, სუსის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით იზრდება, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით იზრდება, თითქმის მილიარდ ნახევარს მიუახლოვდა და აქედან 1 მილიარდი ლარი მხოლოდ ხელფასები არის. სხვა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო 2 წელიწადში 1000 თანამშრომლით გაიზარდა რაოდენობა დასაქმებულების, იმიტომ რომ აი ეს მოუწიათ ახალი კადრების აყვანა, რომლებიც დაარბევენ. ყველაზე ხშირად არის აქცენტი, ქუჩიდან აიყვანეს ახალწვეულები რაღაცა. ხო, შეცვალეს კანონი, საერთოდ აღარ არის საჭირო განათლება. მე მგონი საშუალო განათლებაც აღარ არის საჭირო, კონდეს პოლიციაში მუშაობის დასაწყებად საჭირო. აიყვანეს 1000 თანამშრომლით გაიზარდა უზარმაზარი რაოდენობით დაფინანსება 100 მილიონი ლარით, სუსი გაიზარდა 15 მილიონი ლარით, სხვა შორის ძალიან გაიზარდა პროკურატურაც 25 მილიონი ლარით გაიზარდა პროკურატურა. ანუ ძალოვნების ქვეყანა ვართ. ანუ ძალოვან სტრუქტურებში, მხოლოდ ამ ბიუჯეტში, ძალოვან სტრუქტურებში და სასამართლოებშიც ზრდა გვაქვს დაახლოებით 350 მილიონი ლარი. რაც რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელფასები არის, თორე აბა რამე რეფორმას კი არ ატარებენ. და იზრდება განუზომლო თანამშრომლობა, ანუ საპოლიციო რეპრესიული რეჟიმი არის შექმნილი და სხვა ხარჯავს ჩვენს ფულს სახელმწიფო. ამის პარალელურად არც განათლების დაფინანსება იზრდება და მნიშვნელოვნად. ინფრასტრუქტურის დაფინანსება მცირდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთოდ შემცირდა თანამშრომლების რაოდენობა 100 კაცი გაუშვეს, იმიტომ რომ რაღაცი გჭირდება, ანუ ევროინტეგრაცია შეწყვეტილია, ამერიკასთან თანამშრომლობა შეწყვეტილი არის და ეხლა არაბეთში და იმაში სხვა ქვეყნებში ჩაავა ესენიც რა, ყობახიძე და ყაველაშვილიც ამენაირად და აი ეს არის ასე ვთქვათ პროპორცია. ამავე დროს სოციალური ხარჯებიც გაიზარდა. და ვთქვათ, მთელი ბიუჯეტის თითქმის 25% მიდის სოციალურ ხარჯებში. შეგონთ ეგ უნდა ვიცოდეთ რატო იზრდება. იმიტომ იზრდება, რომ სიღარიბე არ იძლევა ამ ქვეყანაში. თორე წლის განმავლობაში უნდა მცირდებოდეს ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა და შესაბამისად ხარჯებიც უფრო ადაპტირებული და ეფექტური უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში 700.000 ადამიანი არის საარსებო შემწეობის მიმღები, რა მთელი მოსახლეობის 20% არის დაახლოებით და ეს რაოდენობა დროთა განმავლობაში არ იკლებს. ან იგივე რჩება, ან იზრდება და ეს ვიცით რატომაც არ იკლებს, იმიტომ რომ კორუფცია არის ამ ქვეყანაში ტოტალური და ამიტომ ეს ხალხი სიღარიბიდან ვერ ამოდის და ეს ხარჯებიც გაზდაც ეხა ემსახურება იმას, რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად საჭმელი ფული ჰქონდეთ. უბრალოდ ეგეც არ არის საკმარისი. ეს დაფინანსება და ეს ასე ვთქვათ ქვეყანაში მდგომარეობა რაც გვაქვს ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი მუდმივად განწირული არის სიღარიბისთვის. ვერასდროს ისინი სიღარიბიდან ვერ ამოვლენ, ვერასდროს, იმიტომ რომ ღარიბაშვილს თუ ექნება ოქროს ზოდი სახლში, დედოფლის ყავრში ვერანაირ მდიდარი ვერ გახდება ვერასდროს და ეს მაჩვენებელი ასეც არის კიდევაც არ იცვლება, ანუ უფრო იზრდება ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა. ანუ ეს ბიუჯეტის ერთი თვალის გადავლება ძალიან კარგად მეტყოლებს რაში არის საქმე. იზრდება საპოლიციო და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება, იზრდება რაღაც სოციალური ხარჯებია, სიღარიბის ზრდის მაჩვენებელია, სამაგიეროდ მცირდება განათლების და ინფრასტრუქტურის ხარჯები. და ინფრასტრუქტურის ხარჯები კიდევ უფრო მეტად შემცირდება, სწორად თქვა ბატონმა რომანმა წერას დასავლური ფული აღარ აქვს. აღარ შემოდის და ჩვენი მაგისტრალები და ასე შემდგომ ყველაფერი დასავლური ფულით არის გაკეთებული. რაც ინერციით ჯერთი ვერ დაამთავროს ეგ მაგისტრალები, ყველა უნდა დამთავრებული იყო 5-6 წლის წინ ეს მაგისტრალები რა ჩენდება. დამთავრდება რაღაც დროს ალბათ, მაგრამ ახალი აღარ აშენდება, იმიტომ რომ აქ დასავლური ფული აღარ შემოვა და ხა ეს არაბული და ეს რაღაც სუდანური ისინი რა ქვია ინვესტიციები ამ ქვეყანაში მე არ ვიცი როგორ შემოვა და როგორ შემოვა, ძალიან ვიდრე დავასრულებ თქვენთან დავით მინდა კითხოთ ლილუაშვილის ფაქტორზე. თქვენ კარგად იცნობთ, ასე ვთქვათ, ვანიდან მოყოლებული მისას იმ კლანს შეიძლება ასე უწოდოთ, რომლის ჩანაცვლების ცდილობას ვადევნებ ჩვენ ახლა თვალყურს. თქვენ კი მითხარით წინა ეთერში, რომ ჩამნაცვლებლები ავანშიც არ არის, ანუ ასე მარტივად არ ხდება მაგ ხალხის ჩანაცვლება. თვითონ ლილუაშვილი არსაც ჩანს ჯერჯერობით, მიუხედავად წრეებს სულიან, მას ვერ მიუახლოვდნენ. ბატონმა რომანმა თქვა ასეთი თეორია, რომ ის ამ ხალხში არა იმის გამო, რომ მათ ბევრი ფული აქვს და არის თეორია, რომ ივანიშვილისთვისაც მოულოდნელად ძალიან ბევრი ფული, არამედ არენდობა მათ და ეჭვიანობს დასავლეთთან მათი ურთიერთობის ნაწილში. თუ გავიხსენებთ, ლილუაშვილი იყო მისი, ასე ვთქვათ, შუამავალი დასავლეთთან ურთიერთობაში, მისი გადაყენებამდე ცოტა ხნით ადრე ის შეერთებულ შტატებშიც იმყოფებოდა. თქვენ უშვებთ ამ ვერსიას, რომ ივანიშვილი ახლა კორუფციას კი არ ებრძვის, ისედაც ცხადია, რომ კორუფციას არ ებრძვის, მაგრამ ეჭვიანობს ამ ხალხზე, როგორც თვითონ დასანქცირების მოლოდინე შეშინება. კი, მე ვეთანხმები ბატონი რომანის ვერსიას იმ ნაწილში, რომ ბევრი იშოვეს და ივანიშვილს ეს გამოეპარა და ეხლა უცებ აღმოაჩინა, ესე არ არის. ეს წლებია, 8-10 წელია, 15 წელია, 13 წელია უბრალოდ ეს სქემებია, ეს გრძელდება, ეს ივანიშვილმა რა თქმა უნდა კარგად იცოდა და არაფერი ამათ იმაზე მეტი არ უშოვიათ, ვიდრე ეს ივანიშვილმა არ იცოდა, ან არ უნდათ რომ ეშოვათ. უბრალოდ აირია მონასტერი ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურად უპირველესად და ეს გამოიწვია
რა თქმა უნდა სანქციებმა. სწორი არის ბატონო რომ მაგ ლოგიკაში ვეთანხმები და აბსოლუტურად ლოგიკური არის ეგ ლოგიკა რომ დასაქცირდა ყველა ივანიშვილის ჩათვლით მის გარშემო და ისინი ვინც გადაურჩა დასაქცირებას ეს არის ღარიბაშვილი ეს იყო დავითაშვილი მაგალითად მინისტრი რომელიც შემდგომ დესპანად იყო წასული ლილუაშვილის მე ამერიკაში ეს იყო თავად ლილუაშვილი ვინც გადაურჩნენ აი ამ დასაქცირებას რა თქმა უნდა ყველა გახდა მათთვის საეჭვო ივანიშვილისთვის საეჭვო თორე აგერ გომელაურიც გადააყენა მაგრამ რატო არ იჭერს გომელაურს მაგნიცკის სიაში ივანიშვილის კარზე ინდულგენცია არის რეალურად იმიტომ რომ რაც მეტი გაქვს დაშავებული მეტი კომპრომატი აქვს შენზე და მეტად მის დაქვემდებარებაში ხარ და ლილუაშვილი და ეს სხვები არ არის მის დაქვემდებარებაში ისეთნაირად როგორც მას უნდა ჩვენ ისიც უნდა ვივარაუდოთ რომ იგივე ლილუაშვილის შესაძლოა აქვს გარკვეული კომპრომატები არა თუ ივანიშვილზე არამედ ივანიშვილის აი ამ მთავრობის სხვა წარმომადგენლებზე ხო რომლებიც ჯერჯერობით არ დაუჭერიათ იგივე კალაძიდან დაწყებული კობახიძით გაგზელებული და მდინარაძით დამთავრებული ხო იმიტომ რომ ხა ეს კაცი დიდი ხანი მუშაობდა აი ამ ძალოვან სტრუქტურებში ძალიან კარგად იცის შიდა სამზარეულო და თვითონ ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედია და შესაძლოა ისიც ვივარაუდოთ რომ მას ამისიც ეშინია გარკვეული კომპრომატები შეიძლება არსებობდეს ივანიშვილზეც და მისი გუნდის წევრებზეც ლილუაშვილის ხელში და ღარიბაშვილის ხელში ამიტომაც ჯერჯერობით უulis გვერდს მაგრამ ხა უნდა ვიცოდეთ რომ აი ყოველ კვირაში მართლა ვიღაც ახალი ადამიანის დაკავება ხდება რომელიც არის აი ამ კლანის ნაწილი სულ ბოლოს 1-5 დღე წინ ლევან კუპატაშვილი დააკავეს რომელიც იყო ქარცელაძის მოადგილე მანამდე და იყო შესაბამისად ლილუაშვილის და ქარცელაძის გარემოცვის უახლოესი წევრი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოადგილე, უფროსის მოადგილე. შესაბამისად კი ეს ხალხი გარეთ ყავს, მაგრამ არ ჩერდება რეპრესიები მას წინააღმდეგ და ეგ კიდე ერთი დასტური არის ჩემი აზრით, აი ამ თავად ლილუაშვილისთვის და ქართულის ოსნებაში მყოფი ჩინოვნიკებისთვის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა და აი ამ კობახიძის და აი ამ რაღაცა სოციოპათების, პოლიტიკური სოციოპათების ხელისუფლებაში ყოფნა მათთვის არის უპირველესად უდიდესი საფრთხე იმიტომ რომ ისინი ვერასდროს ერთი ვერ შეირგებენ იმას, რასაც იპარავენ და არც უნდა შეირგონ, მაგრამ ვერასდროს ისინი ვერ იქნებიან სამართლიანი სასამართლოთი განსჯილები და ვერასდროს ვერ ექნებათ სამართლის პოვნის შესაძლებლობა და ამიტომაც მე მგონი ეს თვალის ახელი საფუძველიც უნდა იყოს. ბევრი დარჩენილისთვის ქართულოსნებაში პირველ რიგში მაგათ უნდა აწყობდეს. ჩვენ მივეჩვიეთ უკვე ამ საქმეებს, რა ქვია, გზების გადაკეტვაზე დაჭერებს და ჯარიმებს და დაპატიმრებებს. ეხლა მაგათი ჯერი არის და უფრო მკაცრი არის რეჟიმი მათთან, ვიდრე სხვებთან ყოფილა. ამიტომაც იმედია მაგას ყველაფერს გაიაზრებენ. გიყურებთ ახლა ბანო დავით და ამ მწვანე ბლოკნოტში შეიძლება ბევრი რამ ისეთი წერია ახლა რომ ამბობთ და არ გიჯერებენ და სამომავლოდ მე რომ მიტყვიან რომ მართალი ყოფილ ხართოვით რომ არა მარტო ამ ასეთ იგივე ბლოკნოტით დავდიოდი წინასწლებში და არ მიჯერებდნენ და ხა არ გიჯერებენ ისევე როგორც ჟურნალისტურ გამოძიებებს არ უჯერებენ რეპორტაჟები რომ ამოიღონ ძველი ეხლა რასაც ყვებიან ოღონდ ვიზეც აწყობთ იმაზე რომ ყვებიან ეს ყველაფერი ჩვენ გაცილებით ადრე გვაქვს მოყოლილი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი